მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი კარდიოლოგი გელაცაბიძე. დღეს საუბარი გვექნება ეგრეთ წოდებული ტკივილგამოყუჩებელი საშუალებების გამოყენებაზე და მათ გვერდით ეფექტებზე კარდიოლოგიაში. ტკივილგამოყუჩებელი ეფექტი ამ მედიკამენტების ვლინდება ეგრეთ წოდებული ციკლოოქსიგენაზას ფერმენტის დაბლოკვაზე. ის არის ორი იზოფერმენტის სახით წარმოდგენილი ციკლოოქსიგენაზა 1, ციკლოოქსიგენაზა 2. რა თქმა უნდა, მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ჩვენს ორგანიზმში. ანტების მედიატორების წარმოადგენით თავისი არსით, მაგრამ ისინი გამომუშავდება ძირითადად ნერვულ სისტემაში, დიდი რაოდენობით არის კუჭნაწლავში, თირკმელებში, თრომბოციტებში და შესაბამისად სწორედ ამ ორგანოებზე და სისტემებზე მოქმედებით გამოიხატება წავლების გვერდი ეფექტებიც. თუ წამალი მოქმედებს ორივე იზოფერმენტზე, ეს ნიშნავს, რომ ის არასელექტიურია. ხოლო თუ მხოლოდ ციკლოოქსიგენაზა 2-ზე, ესე იგი მას სელექტიური მოქმედება ახასიათებს. სელექტიური მოქმედების მიხედვით მედიკამენტებში არ არის დიდი არჩევანი ზოგადად, მაგრამ წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნივთიერებით, მაგალითად ეტორიკოქსიდით. მე შეგდებულად არ ვასახელებ ნივთიერების გაყიდვის ფორმას, მხოლოდ მოქმედ ნივთიერებას ვასახელებ. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ანოტაციაში და მიხვდებით თუ რა ნივთიერებაზეა საუბარი. არასელექტიურებში კი არჩევანი საკმაოდ დიდია და საკმაოდ პოპულარულიც არის ეს მედიკამენტები. პირველ რიგში ალბათ რომელიც ყველა მიცის, ეს არის ასპირინი, აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც კარდიოლოგიაში სამკურნალო ეფექტის მიზნით გამოიყენება ხშირად და ის სისხლის შეედების საწინააღმდეგო საშუალებად არის ცნობილი, უმეტესად პაციენტებში. მეორე ნივთიერება გახლავთ ანალგინი და შემდეგი პარაცეტამოლი, ასევე ცნობილი ნივთიერებები, რომელიც შედის მაგალითად ერთ-ერთ ცნობილ და ძალიან გამოყენებად მედიკამენტში, რომელსაც ციტრამონი ეწოდება. მასში არის ციტრამონში არის მესამე ნივთიერებაც კოფეინიც, რომლებიც საერთოდ უნდა იყარგინოს, რომ საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი სამი ნივთიერება და გვერდით ეფექტებიც საკმაოდ ძლიერია ხოლმე. მაგრამ პაციენტები მიმართავენ მის გამოყენებას აქედან გამომდინარე, რომ ტკივილგამოყუჩებელი ეფექტი გამოხატულია საკმაოდ და აქედან გამომდინარე არ იციან თუ რა გვერდი ეფექტები შეიძლება ქონდეს ამ მედიკამენტებს. არასტეროიდულის არასელექტიურ საშუალებებში ასევე ხშირია იბუპროფენის გამოყენება, დიკლოფენაკის, ნიმესულიდის, ტენოქსიკამისა და მელოქსიკამის, ნაპროქსენის, ინდომეტაცინის. ეს ნივთიერებები სხვადასხვა გაყიდვის ფორმით არის და თუ წაიკითხავთ ანოტაციაში მიხვდებით თუ რა ნივთიერებებზეა საუბარი. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ თუ დაუშვათ მედიკამენტი მოქმედებს, ანუ ტკივილს აღუჩებს, მას აუცილებლად ექნება გვერდი ეფექტები. უბრალოდ რასახით არის ის წარმოდგენილი, ეს უნდა იქნას გამიჯნული. პირველი გვერდი ეფექტი ეს არის, რაც კარდიოლოგისთვის საინტერესოა, ეს არის არტერიული წნევის მომატება, რომელიც თავის და თავად საკმაოდ დიდ ციფრებს აღწევს ხოლმე და პაციენტები ხშირად ვერ უკავშირებენ. არ იციან, რომ ამ ნივთიერებების ხანგრძლივი გამოყენებით შეიძლება საკმაოდ მყარი ჰიპერტენზია ჩამოყალიბდეს. ამიტომ მიაქციათ ყურადღებას და თუ ამ ნივთიერებების გამოყენება მაინც გიწევთ, ნებისმიერ ტკივილის სინდრომის დროს, ეს იქნება თავის ტკივილი, წყალსახსროვანი სისტემის თუ კუნთოვანი სისტემის ტკივილი, სხვა ავტოიმუნური თუ შემართებელ ქსოვილოვანი დაავადებების, ტრამვების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ, რომ წნევის ციფრები მოიმატებს და კორექტირება გაუკეთეთ თქვენ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს. მეორე ეფექტი ეს არის კუჭნაწლავის გაღიზიანება, ეგრეთ წოდებული გასტრიტები, დუოდენიტები და ასე შემდეგ, რომელიც გამოიხატება გულის სრევის, ხებინების შეგრძნებაში, ტკივილში, ზოგადად მუცლის არეში. რაც გამოწვეულია სწორედ ამ პროსტაგლანდინების, ანუ დამცავი ნივთიერებების ბლოკირებით და შესაბამისად ციკლოოქსიგენაზა 1-ის და ციკლოოქსიგენაზა 2-ის დაბლოკვით მიიღწევა სწორედ ეს გვერდითი ეფექტი. შესაბამისად გამოვლინდება ეს სწორედ კუჭნაწლავის დისფუნქციაში. ამიტომ დამცავი საშუალებები ეგრეთ წოდებული, რომელიც სხვადასხვა ჯგუფია, რა თქმა უნდა, თქვენს ექიმთან, თერაპევტთან ან გასტროენტეროლოგთან შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული. მესამე ეფექტი ეს გახლავთ თირკმელებზე მოქმედება. რა თქმა უნდა, თირკმლის ფუნქცია უპირველესად არის სითხის კონტროლი, დიურეზი, ეგრეთ წოდებული. სწორედ აი ამ დიურეზს ამცირებს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაგალითად შარდვის შემცირებას, სითხის შეკავებას ორგანიზმში, რომელსაც რა თქმა უნდა პაციენტი ვერ დაუკავშირებს აღნიშნულ ნივთიერებებს, ეს ხმა
სამედიცინო საკითხებია და რა თქმა უნდა ეს გვერდი ეფექტები მას არ ეწოდინება, ამიტომ დააკვირდით მას და თუ კი ესეთი რამ იქნება, რა თქმა უნდა თერაპევტთან შეთანხმებით კორექტირება გაუკეთეთ აღნიშნული მედიკამენტების მიღებას. მეოთხე ეფექტი ეს გახლავთ ანტიაგრეგაციული მოქმედება. ანუ როგორც ასპირინი ყველა ეს ნივთიერება თრომბოციტებზე მოქმედებს და შესაბამისად ის იწვევს სისხლის შეედების შემცირებას. შესაბამისად ანტიაგრეგაციული ეფექტი შეიძლება სისხლდენების ეპიზოდშიც გადაიზარდოს. გარდა იმისა, რომ მას შეუძლია კუჭნაწლავიდან გამოიწვიოს სისხლდენა გასტრიტის ფონზე, რომელიც შეიძლება შემდეგ ეროზიაში და წყლულში გადაიზარდოს, საიდან შეიძლება სისხლდენა იყოს. ასევე ზოგადად თრომბოციტებზე ანტიაგრეგაციული მოქმედებით, ანუ შეედების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოიწვიოს სისხლდენის ეპიზოდი, რომელიც ასევე შეიძლება გამოიხატოს როგორც ცხვირიდან, კუჭნაწლავიდან სისხლდენით, ასევე შეიძლება გამოიხატოს ეგრეთ წოდებული პეტექიებით. ანუ სისჩაქცევები, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჩნდება ხოლმე. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნივთიერებები ზოგადად საკმაოდ მნიშვნელოვანია და შესაბამისად მათი გამოყენება აუცილებელია, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიყენებთ არასისტემურად ან ვიყენებთ თვითნებურად, სწორედ აქ არის ის გვერდი ეფექტები ხშირად გამოვლენილი. ამიტომ ყოველთვის შეათანხმეთ თქვენი დანიშნულება ან ის მედიკამენტი, რომელსაც დამატებით თვითნებურად ღებულობთ ექიმთან, რადგან ის პროფესიონალია ამ საკითხში და უკეთესად გირჩევთ. რის კორექტირება გააკეთოთ, მაგალითად ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს დაამატოთ თუ არა სხვადასხვა მედიკამენტები ან დოზა შეცვალოთ. კუჭის დამსავრ საშუალებებს ან კუჭნაწლავის ზოგადად დამცავ საშუალებებს გაუკეთოთ თუ არა კორექტირება. შადმდენების მიღების, ასე ვთქვათ, დოზირება შეათანხმოთ და ასევე სისხლის შეედების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების სქემა განსაზღვროთ, რადგან ეს ნივთიერებები, როგორც ზეღან აღნიშნე, რა თქმა უნდა გააძლიერებს მათ მოქმედებას და გარდა იმისა, რომ თავად აქვს ანტიაგრეგაციული ეფექტი, თავად ანტიაგრეგანტების, ანუ სხვა ჯგუფის მედიკამენტების მოქმედებასაც გააძლიერებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირ გამოყენებაშია ერთ-ერთი ნივთიერება ძალიან ცნობილი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად არის ბაზარზე, ეს ნივთიერება ციტრამონი. პაციენტების უმეტესობა არ იცის მისი შემადგენლობა, არადა ის შეიცავს სამ ნივთიერებას. ეს არის პარაცეტამოლი, კოფეინი და ასპირინი. სამივე ეს ნივთიერება ზრდის არტერიული წნევის ციფრებს. ამიტომ თუ მისი მიღება გიწევთ, აუცილებლად კორექტირება გაუკეთეთ ანტიჰიპერტენზიულ დანიშნულებას. ასევე უნდა აღინიშნოს ანალგინი და პარაცეტამოლი. რა თქმა უნდა, ისინიც არასტეროიდულ საშუალებებს მიეკუთვნება, შედარებით ნაკლებად მოქმედებენ არტერიული წნევის ციფრებზე და სხვა აღნიშნულ სისტემებზე, ორგანოთა სისტემებზე, მაგრამ აქაც უნდა აღინიშნოს, რომ მათი ეფექტები დოზაზეა დამოკიდებული და საერთოდ სელექტიურია თუ არასელექტიური, ანუ ორივე იზოფერმენტზე მოქმედებს ციკლოოქსიგენაზა 1-ზე თუ ციკლოოქსიგენაზა 2-ზე ნივთიერებები, ამით განისაზღვრება მათი სელექტიურობა და არასელექტიურობა. კონკრეტულად თუ ორივეზე მოქმედებს, ესე იგი არასელექტიურია და გვერდი ეფექტებიც მეტი იქნება, ხოლო თუ კონკრეტულად ციკლოოქსიგენაზა 2-ზე მოქმედებს, ესე იგი სელექტიურია. აქ გვერდი ეფექტები ნაკლები იქნება, მაგრამ თუ დოზა რა თქმა უნდა მაღალია, რა თქმა უნდა ეს სელექტიურობაც დაიღვევა. ამიტომ ყოველთვის შეათანხმეთ აღნიშნული ნივთიერებების მიღება თქვენს მკურნალ ექიმთან. გისურვებთ ჯანმრთელობას, მოგწერეთ აქტუალური კითხვები, გამოიწერეთ არხი.